დილამ შვიდობისა, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამ შვიდობისა, ვისაც გსურთ დაიწყოთ ინგლისური ენის სწავლა, ან უფრო გაიღრმავოთ ცოდნა ამ მიმართულებით, გაითვალისწინეთ, რომ ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას ტრადიციული გაკვეთილების გარდა სხვა ალტერნატიული გზებითაც მიიღოთ საკმაოდ კარგი შედეგი. ეს ალტერნატიული საშუალებები კი გახლავთ ტელერადიო თუ საგაზეთო გაკვეთილები, რაც ყველა მსურველს დაეხმარება ენის სწრაფად ათვისებაში. დანარჩენზე უკვე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ეკა ფახურიძე, ბრიტანეთის საბჭოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის координаტორი და ასევე ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოს. მოგესალმებით ორივეს. მოდით თქვენ დავიწყოთ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ უთხრათ მაყურებელს, ვისაც ჯერ არ ქონია შეხება თქვენთან, ანუ როდიდან არსებობს ბრიტანეთის საბჭო ვთქვათ საქართველოში და რაში მდგომარეობს. დღეს პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ცენტრი არსებობს, სადაც ინგლისურ ენას ასწავლიან, ხო? აი თქვენი უპირატესობა, თქვენი რესურსები რაში მდგომარეობს, ვთქვათ რომ გითხრათ უფრო დეტალურად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ბრიტანეთის საბჭო საქართველოში საქმიანობას წარმართავს უკვე 20 წელია. ინგლისური ენის სწავლება ბრიტანეთის საბჭომ დაიწყო ბოლო 2 წელია. გავხსენით ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის 34-ში. სხვათა შორის აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსმენელს უთხრა, რომ უკვე იწყება რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრზე. სწავლება იწყება გაზაფხულის სემესტრზე 5-6 აპრილიდან უკაცრავად რეგისტრაციები იწყება 25 მარტიდან. შეუძლია მსმენელს დაგვიკავშირდეს და შესაძლებლობა ექნებათ გაიარო უკვე განთავსების ტესტი, შესაბამის ჯგუფებში განთავსების ტესტი და დარეგისტრირდეს ჩვენ ჯგუფებში. ტელეფონის ნომერი 225-0407. ანუ ნულიდან შეიძლება სწავლა ინგლისური ენის თუ თქვათ არის რაღაც გამოცდილება მაინც საჭირო გარკვეული ცოდნა, ელემენტარული დონის მაინც რომ მოხდნენ თქვენთან. ჩვენ ცენტრში შეუძლიათ ინგლისური ენის შესწავლა დაიწყოს ნულიდან, აბსოლუტურად არანაირი საფუძვლის გარეშე, ხოლო ონლაინ რესურსებს რაც შეეხება და იმ ალტერნატიულ გზებს, ალბათ აქ უკვე გარკვეული დონის ქონა აუცილებელია, იმიტომ რომ ნულიდან ამ რესურსების გამოყენებას გაცილებით უფრო რთული იქნება. რაც შეეხება უკვე ალტერნატიულ გზებს და ალტერნატიულ მეთოდებს, მსმენელს ჩვენ ვთავაზობთ ძალიან ფართო არჩევანს. ეს გახლავთ როგორც ელექტრონული რესურსები, რომელიც სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი შემსწავლელებისთვის, ასევე ეს არის მედია პროდუქტები, რომელზეც ჩემი კოლეგა ისაუბრებს რამოდენიმე წუთში, ასევე გახლავთ ონლაინ კურსები. ერთ-ერთი კურსი ეს არის სახელწოდებით Learn English Pathway, რომელსაც ვიყენებთ ძალიან წარმატებულად საუნივერსიტეტო სწავლების პროგრამებში, ასევე გახლავთ Learn English for Tourism, ეს არის ტურიზმისთვის ინგლისური ენის კურსი იმ ადამიანებისთვის, რომელიც ტურიზმის სფეროში არის დასაქმებული, ან სურს რომ დასაქმდეს ტურიზმის სფეროში. ესეც ასევე გახლავთ ონლაინ კურსი, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად წარმატებით ვახორციელებთ ამ პროექტს და მიეწოდება მსმენელს და ხელმისაწვდომია მათთვის. ანუ სთავაზობთ აბსოლუტურად პრინციპში ყველა ტიპის ადამიანს, ვისთვისაც რა არის მოსახერხებელი, ვისი თქვა ცხოვრების რეჟიმიდან და განრიგიდან რა არის უფრო მარტივი და თქვა ხელმისაწვდომი, ხო მართალია. ეკა მოდით გითხარით ზუსტად რაზეა საუბარი, ხო ეს არის ტელე-რადიო გაკვეთილები, იგივე საგაზეთო თქვა ჩანართები თუ კიდევ სხვა დამატებითი ალტერნატიული საშუალებები? ბრიტანეთის საბჭოს ესე ვთქვათ მთავარი განმასხვავებელი სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ინგლისური ენის სწავლებას ახორციელებენ სხვა დანარჩენ საქმიანობასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მართლა ფართო სპექტრი არის, რომლის ესე ვთქვათ ანალოგი არ არსებობს, რომ ამდენი შესაძლებლობა და საშუალება იყოს ინგლისური ენის სწავლების, როგორც ფასიანი სასწავლო კურსების თვალსაზრისით, ისე უფასო რესურსები და ნუ შესაბამისად ეს არის მორგებული იმაზე, თუ სად არის გეოგრაფიულად ვთქვათ, ან რა ასაკის არის ადამიანი და სხვადასხვა მოთხოვნები. მაგალითად, საქართველოში ჩვენ სხვადასხვა კვლევების და დაინტერესების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ გქონოდა საგაზეთო სტატიები და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ბრიტანეთის საბჭოს შექმნილი სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ნუ მაგალითად, ეხლა საგაზეთო სტატიები უშუალოდ მხოლოდ ბრიტანეთის საბჭოს შექმნილია, რადგან მას აქვს ინგლისური
ინგლისური ენის სწავლების ექსპერტიზა 70-ზე წლიანი გამოცდილებით. შესაბამისად, ამისთვის ჩვენ დაგვიპარტნიორდა, ესე ვთქვათ, Georgia Today, სადაც არის მოცემული ინგლისური ენის გაკვეთილი, ყოველკვირეული გაზეთია და ეხლა თავი რო არ მოვაბეზროთ. არის სავარჯიშოები, არის რაღაც თემატიკა. გრამატიკული სავარჯიშოებიც თუ არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც შეუძლებელი არის მოსმენითი, მაგრამ დანარჩენი შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ არის საკითხავი, შეიძლება იყოს რაღაც puzzle, თავსატეხი, შეიძლება იყოს, ვთქვათ, გრამატიკის გასაუმჯობესებელი, არის კულტურაზე, სპორტზე, ბრიტანული ცხოვრების წესზე და ასე შემდეგ, სხვადასხვა თემატიკით. ამჯერად ეხლა დასრული ადამიანებისთვის არის ძირითადად, არის ასევე ბავშვებისთვისაც და სპეციფიკა, როგორც ვთქვით, შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ოლიმპიადასთან დაკავშირებით კიდევ, ვისაც უნდოდა ოლიმპიადაზე წასვლა, ვთქვათ, ძალიან კარგი თემატიკა იყო შერჩეული. ამას გარდა რადიო გაკვეთილები, ერთ-ერთი მათგანი არის Obla Air, მას ვახორციელებთ საზოგადოებრივ რადიოსთან ერთად და ყოველ ორშაბათს გადის ეთერში საღამოს 9 საათსა და 15 წუთზე. აქაც არის გაკვეთილები, ესე იგი კვირაში ერთხელ შეუძლია ადამიანს მოусმინოს ამ გაკვეთილებს, გაეცნოს მისთვის საჭირო რაც არის მასალა და ეს ყველაფერი მისთვის საჭირო არა, მარტო კონდეს რადიო საშუალება და ონლაინაც აქვს, ონლაინ რეჟიმში არის სტრიმინგი, ესე ვთქვათ, ჟარგონს გამოვიყენებ და ან მოისმინონ ინტერნეტით, ან უსმინონ საზოგადოებრივ რადიოს. ყოფილად განივითარონ ის უნარები, რაც გულისხმობს ენის ცოდნას, იქ იქნება listening-ი, speaking-ი თუ ასე შემდეგ. ნამდვილად და თან ეს ყველაფერი არის თანამედროვე ინგლისურით, ანუ ის ცოცხალი ინგლისური, რასაც ქვია, რაც მარტო შექსპირს არ გულისხმობს და დღეს რა ენითაც მეტყველებენ ბრიტანელები და არა მარტო ბრიტანელები, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული. ხო, ნამდვილად. რომ არ იფიქრონ, რომ მართლა საფლავიდან ამოღებული ადამიანი მეტყველებს ახლა. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ არის სატელევიზიო გაკვეთილები, რომლებიც სხვადასხვა ახალი არხის ეთერში იყო, მაგრამ მე არხმა ცვლილება განიცადა და შესაბამისად ჩვენი ახალი პარტნიორი არის Silk TV, რომლის მენიუში შეგიძლიათ ნახოთ Words on the Street, ყურმოკრული ამბები, ესე ითარგმნება საშინაო სკოლაში. და ეს გაკვეთილებიც არის ჩატვირთული არანაირ დამატებით ღირებულებას არ ითვალისწინებს. შეგიძლიათ ნახოთ იქ და გაკვეთილები შეარჩიოთ, გადაახვიოთ, გადმოახვიოთ, არანაირ პრობლემა არ არის, როგორც გნებავთ. არის ორი სერია, ესე ვთქვათ, სულ 20 გაკვეთილია და ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება თითოეული ეს, ესე ვთქვათ, თემა. მაგრამ ეხლა ჩვენ შეგვეკითხებიან ალბათ, რომ თუ არ მაქვს ეს Silk TV დაუშვათ, არ ვარ აბონენტი, რა ვქნა ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ იგივე გაკვეთილები გააკეთო, ესა იპოვოთ Learn English British Council.org-ზე, Words on the Street და აქ ეს გაკვეთილები ყველა არის მოცემული აბსოლუტურად იმ თემატიკით დაწყობილი, როგორც ეს არის Silk TV-ს მენიუში. უპირატესობა რა აქვს, ასე ვთქვათ, ამას ონლაინ რეჟიმში თუ გააკეთებენ, რომ არის დავალებები, საშინაო დავალებები, რომლის შესრულებისასაც პასუხს თავისთავად ავტომატურად იღებენ, ტესტებია, ესე ვთქვათ, და შეუძლიათ დააბრუნდნენ, არის ასევე სკრიპტი, თუ ვერ გაიგეს, რასზე მეტყველებენ აქ დაძმა, რომლებიც მთავარი გმირები არიან, ესე ვთქვათ. შესაბამისად არის ყველა საშუალება იმისთვის, რომ როცა შესაძლებლობა აქვთ და კომპიუტერთან და ინტერნეტთან აქვთ წვდომა, ამ შემთხვევაში უყურონ Silk TV-ში და აქ გააკეთონ სავარჯიშოები, ან მხოლოდ აქ უყურონ კიდეც ამ დავალებებს და უბრალოდ გაკვეთილებს და დავალებები შეასრულონ შესაბამისად, ასე რომ თავარია მე მგონი სურვილი, იმიტომ რომ ან გაზეთი, ან რადიო, ან კომპიუტერი გეკნებათ, ეხლა თუ გინდათ ენის შესწავლა. ჩვენ ამით ხაზს უსვამთ იმას, რომ
თუ სურვილი არსებობს ინგლისური ენის შესწავლის, არსებობს გზაც და ეს გზა ან ბრიტანეთის საბჭოს გაკვეთილებზე გადის, ასეთთან დაკავშირებით მოგახსენებთ ონლაინ რესურსების გამოყენების კუთხით რა ნამდვილად არ არის შეზღუდვა, შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანმა გამოიყენოს. ელექტრონული რესურსების კუთხით ჩვენ გვაქვს სპეციალური ვებგვერდები, რომელიც არის შექმნილი ბავშვებისთვის. ამ ვებგვერდის მისამართია Kids English. British Council-ის ვებგვერდიდან შეუძლიათ ცუდომა ამ ფორმულებზე, ჩვენს ვებგვერდზე არის მითითებული ყველა ეს ფორმული. სხვა შორის არის ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, ანიმაციური რაღაც კომპონენტებით შევსებული თამაშებით, იმდენად საინტერესოა, რომ გარწმუნებთ ნებისმიერ დასრული ადამიანს რომ შევიდეს, ნამდვილად კარგად გაერთობა ამ საიტით. რაც შეეხება ჩვენ სკოლას, რომელიც რუსთავის 34-ში მდებარეობს, აქ გვაქვს უკვე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის შექმნილი კურსები. ეს არის რა თქმა უნდა ახალგაზრდა მსმენელებისთვის, ჩვენ სკოლაში მიღება ხდება 11 წლიდან და ზემოთ და განთავსება ხდება ჯგუფებში უკვე 11, 12, 13, 14, 15, 16 ასეთი ასაკობრივი ჯგუფებია შექმნილი. 18 წლიდან და ზემოთ რა თქმა უნდა უკვე ასაკობრივი ბარიერი არ არის და ინგლისური ენის დონის შესაბამისად ხდება ჯგუფების ჩამოყალიბება. ძალიან დიდი მადლობა. მართლა მთავარია ალბათ სურვილი და მონდომება, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ სწრაფად მიიღო კარგი შედეგი და მით უმეტეს თუ კი რეგისტრაცია როდიდან იწყება, რომ შეგვახსენოთ 25 მარტიდან იწყება მარტიდან, ასე რომ გაითვალისწინეთ, რომ მე რეგული არ დაგწოთ, რომ აი ვერ მოხვდიო ჯგუფში და ასე შემდეგ. სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ხშირად წერთ, რომ ადგილები შეზღუდულია, რაც ზოგიერთ ადამიანს უქმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს ადგილი არა, პირიქით ბევრი ადგილია და ძალით გვეკაჩებიან. ჩვენთან უბრალოდ როდესაც იწყება სემესტრი, მხოლოდ მაშინ არის მიღება. შესაბამისად, პირველი მოსული, პირველი ეწერება მის შესაბამის დონეში და ეხა აქედან გამომდინარე მართლა უნდა იჩქარონ, თორემ მე განაწყენებულებიც რჩებიან და არ გვინდა არავის განაწყენება. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა ეს ამომწურავი და მრავალფეროვანი შემოთავაზებებისთვის და ჩვენ ამასობაში ჩვენ გავდივართ რეკლამაზე ძალიან მალე დავბრუნდებით. ვიჯოინა, საერთოდ და მე უკვე დავიწყებ ახლა კიდე რომ წავიდე გასვიძო. დროებით.